საკონსტიტუციო სასამართლომ ირმა ინაშვილის, დავით თარხან-მოურავისა და სოსო მანჯავიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელი მხარე საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-9 ნაწილის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. მოსარჩელი მხარის წარმომადგენლის ირმა ჭკადუას განცხადებით, 70-ე მუხლის მე-9 ნაწილი ამავე მუხლის პირველ ნაწილს ეწინააღმდეგება. პირველ ნაწილში განმარტებულია, რომ საქართველოს მოსახლეობა საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევს. მე-9 ნაწილში კი აღნიშნულია, რომ პრეზიდენტს შესაძლოა უფლებამოსილება საარჩევნო წლის ოქტომბრამდე გაუგრძელდეს. ირმა ჭკადუას თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი არაკომპეტენტურობის გამო არ დააკმაყოფილა, რითაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. პირველ ნაწილში წერია, რომ პრეზიდენტს ვირჩევთ 5 წლის ვადით, ხოლო მე-9 ნაწილში ცვლილების შემდგომ ჩაიწერა, რომ პრეზიდენტი შეიძლება აირჩიოს 6 წლის ვადით. ეს არის აბსოლუტურად ანტიკონსტიტუციური დათქმა, ურთიერთსაწინააღმდეგო, არის კოლიზია, არის ღირსების შემლახველი, დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპის შემლახველი. საკონსტიტუციო სასამართლომ არაუფლებამოსილად მიიჩნია საკუთარი თავი ამ საკითხის განხილვისას. როგორი კანონიც არ უნდა მიიღოს კვალიფიციურმა უმრავლესობამ პარლამენტში, საქართველოში არ არსებობს ორგანო, რომელიც ამ კანონის, კონსტიტუციური კანონის შესაბამისობის საკითხს დააყენებს კონსტიტუციასთან.